მოგესალმებით ძვირფასი ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჭავა. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ბატონი გია სულაქველიძე. ბატონი გია არის ექიმი ფსიქოთერაპევტი, ამჟამად უკვე ჩვენი კლინიკის ექიმია ბატონი გია და მასთან ვიზიტზე მოსახვედრად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. ტელეფონის ნომრები მითითებულია ეკრანზე და ძალიან გთხოვთ წინასწარ ჩაეწერეთ, იმიტომ რომ მასთან მოხვედრა არც ისე ადვილია. ბატონო გია, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან მობრძანებისთვის. Ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა ესკულაპში. გადაცემა ტრადიციულად გადის 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე. განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. და ეს არის ტელეკომპანია პეკატივის გადაცემა და ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემა შეირჩა შემთხვევით არა ბატონო გია, ეს მინდა ვთქვა, იმიტომ რომ აქ ერთგვარი კოლაბორაცია არა მარტო ჩვენი კლინიკის, არამედ ტელეკომპანიისეც ორივე საერთო იდეა და სურვილი იყო ერთგვარი გამოხმაურება გაგვეკეთებინა დღევანდელ მდგომარეობაზე და დღევანდელ მე ვიტყოდი ძალიან სამწუხარო ფაქტზე, რის წინაშეც აღმოჩნდით მთელი საზოგადოება, სულიად საქართველო. ეს იყო ის ძალადობის ფაქტი, რომელიც სოციალურ ქსელებში გავიგეთ და მე ძალიან ფართო გამოხმაურება მოყვა, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენ კლინიკა ესკულაპის, ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის გუნდი გამოვხატავთ ერთიან აზრს, რომ გმობთ ყველანაირ ძალადობას, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებში გარკვეულწილად გვინდა ვანუგეშოთ და ჩვენი თანადგომა გამოუცხადოთ იმ ქალბატონებს, რომელსაც ბოლო პერიოდში დაკარგეს არაჩვეულებრივი შვილები, დაწყებული ავალიანის დედის, დამთავრებული შაქარაშვილის ისტორია, კვარაცხელი, ისინი იყვნენ მართლაც სანაქებო ახალგაზრდები, რომლებსაც ძალიან დიდი მომავალი ჰქონდათ და ძალიან ბევრ კარგსაც აკეთებდნენ და კიდევ უფრო მეტი იმედი უნდა გქონოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს შვილი თითოეულმა ჩვენგანმა დაკარგა და არა იმ ოჯახებმა, იმიტომ რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა და მართლაც თითოეული სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენი სამძიმარი მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, თუ რამით შეგვიძლიათ განუგეშოთ და დანარჩენ საზოგადოებას მინდა მიმართოთ თხოვნით, ვინაიდან ჩვენი კლინიკის გუნდს ცოტა ხნის წინ შემოერთდა ბატონი გია, რომელიც არის შესანიშნავი სპეციალისტი, არაჩვეულებრივი ადამიანი და რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ იმ პრობლემებზე, რასაც ქვიათ მოჭარბებული ემოცია, რასაც ქვია ესეთი ძალადობისაკენ მიდრეკილება, რაღაც აფექტური მდგომარეობები, ეს ყველაფერი გარკვეულწილად მართვადია, მანამ სანამ არ გადავა დანაშაულში და თუ იმ ადამიანებს აქვთ სურვილი, ვისაც ეს პრობლემები აქვთ ან ოჯახის წევრებს შეუმჩნევიათ, დროულად მოგმართეთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ბატონო გია, თქვენნაირი სპეციალისტები რო ყოფილიყვნენ ჩართული თავის დროზე და ამ ბავშვებში, ამ ახალგაზრდებში მომხდარიყო გარკვეულწილად ქცევის კორექცია, ემოციური ფონის დასტაბილიზირება, ალბათ არ მოხდებოდა ეს ყველაფერი. რა ვიცი, შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ მგონია, რომ მაინც ეს ყველაფერი მოხდა, იმიტომ რომ სადღაც დროულად არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული და მით უმეტეს როცა ჯგუფურ ძალადობაზე ვსაუბრობთ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, მოგმართეთ ჩვენი კლინიკის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის, მით უმეტეს დღეს ჩვენ ახალი მომსახურება დავიმატეთ, ასე ვთქვათ, ასეთი სამედიცინო მომსახურება, როგორც არის ფსიქოთერაპიული დახმარება და ამას ბატონი გია შესანიშნავად უძღვება და მინდა ბატონი გია ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემა დავაანონსო. ეს თემაც არ არის, ეს არის რაღაცა უფრო დიდი პრობლემა, რომელზეც ალბათ გავშლით და სხვადასხვა კუთხით ვისაუბრებთ. ზოგადად დავარქვათ ამას ადამიანი და ფსიქიკა, იმიტომ რომ ეს იდეა იყო ჩვენი გადაცემის სულის ჩამდგმელისგან ქალბატონი ქეთისგან შემოთავაზებული და მოდით წავყვეთ ამ თემას და პირველი რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ის მოჭარბებული ძალადობა ახალგაზრდებში და რა იყო ამის მიზეზი ბატონო გია საერთოდ, რატომ აღმოჩნდით ესეთი სამწუხარო ფაქტის წინაშე. მე ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე, ძალიან ბევრი გამოხმაურება, ორივე მხარეს მოусმენენ. ორივე მხარეს თავიდან თავის სიმართლე ჰქონდა, მაგრამ მე ყველაფერი ისე წავიდა, რომ მე ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად ეს იყო ძალადობა, რომელიც ალბათ შეგვეძლო რომ აკვეცილებინა. რა ხდება, რატომ დაგვემართა ეს ბატონო გია? დიდი მადლობა შემოსვლისთვის, მიღებისათვის თქვენ კოლექტივში, ეს ძალიან დიდი პატივია და მე ვცდილობ, რომ ჩემი პროფესიონალური გამოცდილება რომ გაგიზიაროთ და ვისაც ჭირდება ჩემი დახმარება, გვერდზე დავუდგე. ეხლა გავშალოთ ეს თემატიკა, ეს არის ჩვენი ლოკალური საქართველოსთვის დამახასიათებელი და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. აუცილებლად. რაღაც ეკოსავი თავირეკლეთ. ხო, იმიტომ რომ ეს არის თემ მსოფლიოში ახალგაზრდებს აქვს მოჭარბებული ენერგია, არაკონტროლირებადი ენერგია და თუ მას
არ მიაქცია ყურადღება თავის დროზე რაღაცით არ დატვირთე, ხო, ის გავა ჩარჩოებიდან, მორალის ჩარჩოებიდან და მისი შეჩერება ძალიან ძნელია. ანუ ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ პირველ რიგში ეს არის ბავშვებზე ყურადღება. ანუ ბავშვები არის, რომელსაც ყავს მშობლები და ბავშვები არის, რომელსაც არ აქვს მშობლები. ვისაც ყავს მშობლები, ძალიან ყურადღებით უნდა იყოს და ცემა გმართებს გამძლისა, ხო? ესე იგი თუ შვილი არ არის აღზრდილი კარგად, პასუხისმგებელი არის გამძლელი. ეს ერთი ქართული სიბრძნე და მეორე თუ ბავშვები არ აყავთ, ესე იგი სახელმწიფო იღებს ამ ბავშვებზე მძუნველობას და პირველი რაც არის, ბავშვი არის ძალიან წამბაძავი. წამბაძვის უდიდესი უნარი აქვს, ეს არის ანატომიურად წამბაძველი, ეს არის სარკისებული ნეირონები, ეს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან დამახასიათებელია და ეს წამბაძვით ხდება ნარკომანია. ნახავს რაღაცა არის, ჯერ ნახავს გემოს გაუსინჯავს, მერე ის ვარა კარგი ერთი იტყვის და მერე ატყვება და აღმოჩნდება, რომ თუ კარგი კი არა, ეს არის დამანგრეველი პროცესი. ხო. ესე იგი, პირველი, მე რასაც ვიტყოდი, უნდა იყოს უფასო დაწესებულებები ყველა უბანში, ხო, რეგიონში უნდა იყოს ერთი უფასო დაწესებულება, სადაც როგორც ადრე იყო, აი პიონერთა სასახლე რო ერქვა. კიდე დაარქვეს სახელი, მაგრამ შინაარსი ის იყო, რომ ახალგაზრდები მიდიოდნენ იქ და თავისი სექციების მიხედვით რისი ნიჭიც ჰქონდა, იქ მიდიოდნენ და გამომჟღავნდნენ. ეხლანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის, კი. სახელწოდება ძალიან კარგი და დროული აქვს, მაგრამ პიონერი ეს არ არის კალმუნაში საბჭოთა, პიონერი არის პირველი. ხო, ეს საერთაშორისო ტერმინოლოგია, ნუ ძალიან ცვლით ყველაფერს, მაგრამ ისე უბრუნდებათ სოციალურ გარემოს და სოციალურ ყოფას. ამ სექციებში მარტო ერთი რო დავასახელოთ, ვინ იყო, მარტო ერთი გვეყოფა, ეს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც იქ იყო ვახტანგ ქავსელაძის მოწაფე და მეც ამ პერიოდში ვიყავი და მომიწია ნონასთან ისე შეთამაშება მაშინ ყველა სექციაში ვიყავი და ნონა მოვიდა ერთი უბრალო გოგო რაღაცა ისეთი და ყველა ამბობდა ნონა, იმიტომ რომ ვახტანგი ყავდა მას გვერდზე ქავსელაძე ქონდა ისეთი ჩაავლევდა და გახდიდა ძალიან დიდ ადამიანად. კიდე ძალიან ბევრი ადამიანები იყო ესეთი ცნობილი და აი ესეთი მსგავსი უნდა იყოს ყველა რაიონში. რაიონი, ხო, ქალაქი თბილისი 10 რაიონად არის, ამ რაიონებში ერთი ტერიტორიულად და მშობელი მოიყვანს იქ ჩააბარებს აქა და ბავშვს აქვს ძალიან დიდი ნიჭები. ერთი ნიჭი კი არა, ბევრი ნიჭები აქვს და ერთ-ერთი არის გამორჩეული და კარგი პედაგოგი ამას ჩაავლებს ამ ნიჭს და იმას წაიყვანს. ჩემი მაგალითიდან გეტყვით სკოლაში, ჩვეულებრივ სკოლაში, 126 საშუალო სკოლაში შემოვიდა მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ხაზვისა და ხატვის მასწავლებელი შალვა ციკლაური. ქართველი თხემით ტერფამდე, საოცარი. პიროვნება გადავხვედა ახლა იქით აქეთ ჰალსტუხში იყო და ესეც ძალიან მოწესრიგებული პიროვნება. შეგვაყვარა ხატვა. ყველა ვინც იყო იქ ბავშვი, ყველამ დაიწყო ხატვა. საოცარი. ყველა არ გახდა ძალიან დიდი მხატვარი, მაგრამ ესთეტიკა გვიმაღლა. მე ხა ჩემი ფსიქოთერაპევტის ხატვა გამომადგა იმაში, რომ არის არტ თერაპია, ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ქართული მიმართულებას ვაძლევ და ამას ძალიან დიდი რეზონანსი ექნება სამომავლოდაც და თქვენ ტელევიზიასაც გამოვიყენებ ამას. ეხლა პირველი რამ ახსენდება და ესეთი საინტერესო ამბავია, მე მაქვს იუმორის ზეჭარბი გზნობა. შეიძლება სახეზე არ მეტყობა, ახლა არა ვარ ისე ღიმილიანი, მაგრამ ასეთ სევდიანი იუმორი თითქოს. მაგრამ რაც მაქვს, ის მაქვს. და ამ დიდი სიყვარულით, იუმორის სიყვარულმა შემოხვედა ნოდარ დუმბაძესთან, ეს ქონდა შინაგანი ახალგაზრდული შინი და მივედი ნოდარისთან, რაღაცეები უთხარი იქ ისე დამინახა, ახლა მიყურებს ნოდარის არ იღიმებოდა ამბავი და მე უთხარი, აი თქვენ იმას, თქვენ ნაწარმოებებს ვიცნობთ ყველაფერი, ეს რაღაცეები მაქვს მე მოთხოვები და მინდა რომ გავაკეთო, პრობლემა არ არის. ერთი უთხარი მაშინ და ეხლა წინ დავხვდა.
მოთხარი კუკარაჩაში როცა თქვენ ხო კუკარაჩა არის საოცარი პიროვნება, ესე იგი ნათელი, ხო, ურტალო შავი. თქვათ ასე რომ თქვათ რა სიმბოლურად. და მე თამაზის პატარა ბიჭი რომელიც კუკარაჩას მტერი იყო თითქმის, იმიტომ რომ მას სწორ გზაზე აყენებდა და არ უნდოდა, იმიტომ რომ ბავშვების სამბაძველობა იყო და იქ თევზებს უყავდნენ აი ნაჭუჭით, ხო? წენგოთი, ხო? კაკლის ნაჭუჭით, ეს დასაშვები არ იყო და აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა და მაგრამ უყურე რამხელა ფსიქოლოგი იყო ეს კუკარაჩა. დედამისმა რო გაარტყა თამაზის რო გაიგო ეს ამბავი, იქ ამყავდა რომ მე ვერ გავლახავდიო, ეს არ არის აღზრდის მეთოდია. და დედამის ჩაუტარა მასტერ კლასი, რომელიც იყო ინტელიგენტი ქალბატონი. და ფარულად ის ქალი ამას პატივს სცემდა. ეს იყო უბნის ინსპექტორი. წარმოიდგინეთ, კუკარაჩა. ხო? და ნოდარის უთხარი. მე ახლა გაუშინაურდი, იმდენად მოვეწონე რომ მე ერთი წიგნიც მაჩუქა მზე პატარა მოთხრობა და მე ნოდარის მზეს ვატარებ. და მე ფილმი არის ასეთი. მე გადაიღო კეთი დოლიძემ და ფილმში არის საოცარი ეპიზოდი ბოლოსკენ. კუკარაჩა მოკლეს, თუ გახსოვს ეს რეზონანსი რო არის მოკლეს და ეგ ნოდარის უთხარი რატო მოკლე მეთქი? კუკარაჩა რატო პერსპექტივა არ დაგვიტოვო? მე ასე გავაკეთე, ასე დავინახეო. ეხლა მე ვერ გავაცოცხლო. შენ ახლა ექიმი და გავაცოცხლო. მითხრა. ეს იყო იუმორი, როგორი იუმორი იყო და დღეს არის პერიოდი, ის დრო, როდესაც კუკარაჩას ფენომენი უნდა გავაცოცხლოთ ჩვენ. მაგრამ კუკარაჩა უკვე ასაკშია ეხლა. ეხლა რას თავაზობ მე მაყურებელს და ასეთი ამბავი. ჩვენ ახლა ცხოვრობთ უბანში ყველაფერი და არც ვინახია თუ არსებობს ასეთი ადამიანი, რომელსაც ეს ფუნქცია ჰქონდეს, უბნის ინსპექტორი. ხო? დავარქვათ კუკარაჩას გახსენება, თქვათ. ყველა უბანში, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, ვინ იქნება ასეთი მოხალისი. ეს იქნება ჩემი ასაკის ადამიანები, პენსიონერები, რომლებიც საოცრად თავისი ავტორიტეტით ამ ბავშვებს ძალიან მოეხმარებიან. ანუ ჩვენ პირველ რისკში უნდა გქონდეს აღრიცხვიანობა, ვინ არის, რა არის, როგორ არის, ძალიან ბევრი ხულიგანი მაგალითად აი ხულიგანი ეს სიტყვა ხო შემოტანილი ესეთი უნავარი ამცი, ხო? რაც გინდა დაარქვი, ბევრი ხულიგანი მე გავხდარა ძალიან მაღალი ნიჭიერების ადამიანი. ხო? ასე რომ და არის კიდე, როდესაც გერჩის დიდი ძალა, ხო, ფიზიკური ესეთი არის ბრძოლა წესებს გარეშე. შესანიშნავი ხელმძღვანელობა ყავს ძალიან კარგი ტყეშელაშვილი. სანახავად ძალიან კარგია მე უყურებ, იმიტომ კი არა რომ ეს სისხლი მყურე, უბრალოდ აი ძალის გამომჟღავნება და გენეტიკური ამბავი რომ ქართველმა უნდა გაიმარჯოს. ეს ასეა რა ჩვენ მინდა გამოვხატოთ ჩვენი, ამიტომ არის რაღაცა მიმართულება, როდესაც ამ ბავშვს აღმოაჩენს შენ და მიმართულებას მიცე, ანუ ბავშვი არ უნდა იყოს თავისუფალი. უნდა იყოს რაღაცაში, ნიჭიდან გამომდინარე, თორე ძალიან ნამდვილია წაბაძვა უარყოფითის. მარტივია და ძალიან აი რისკია, ხო რომ შედიან ბავშვები ახლა ტეხავენ რაღაცებს იქიდან გამოდიან, მაგრამ აღმოჩნდა რომ ვიღაც უფროსი ყავთ. ამის ხელმძღვანელი. გამიგეთ? აი ეს ფესველი უნდა მოიჭრას, რომელიც არის ეს ახალგაზრდები კი ჩვენ ნახეთ, როგორ არიან, როგორ უტყავენ ბავშვებს, რას უზავენ, მაგრამ ამო პირიქით გააკეთე ახლა შენ და ის ვინც არის მოძალა და იმას გაუკეთე იგივე. ის არასოდეს არ გაემეორებს ამას. გამიგეთ? ამიტომ არის ხანდახან ზოგჯერ უნდა გამოიყენო კვილი საწილო. გამიგეთ? იმიტომ რომ სიკეთეს დიდი მუშტები უნდა გქონდეს. ესე არ არის, ამიტომ არის ძალოვანი სტრუქტურები. და არა ბალეტის სტრუქტურები, რომ ბალერინებმა თქვათ მიხედონ ამას. არის რაღაცა, რომელიც ხან ცოტა მუშტით, ხო? მეორე თაფლაკვერათი და მათრახით, აი ეს არის დიდი ხელოვნება და ჩემთვის იდეალი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი როგორც გინდა, ეს იყო კუკარაჩა. ეს არის საოცარი პერსონაჟი, ეს არის ბატონი ნოდარის განსახიერება და მე გამეხარდებოდა თუ ჩვენ გვაქვს უფლება ტელევიზიას რომ ეს ფილმი გავუშვათ უკვე, შესავალს მე გავაკეთებ, ეს არის
სინემათერაპია არის ერთ-ერთი მიმართულება კიდევ ერთ-ერთი სინემა, რომელიც აქ ვისთანაც არ მივედი, უთხარია. აი მთელი კინოაკადემია, კინო ეს ინდუსტრია მეუთხარი აი ამაში გავაკეთოთ ქართული ფერმ, ვერავინ ვერ გაიგო შინაარს. უცხოელებმა ხელად დაიწყეთ, მაგრამ მე ხო არ დავიწყებ მარტო. მე შემიძლია გავაკეთო შინაარსი და ამ ფილმს, რომელიც არის გავუკეთო პრომოუშენი ისეთი, რომ აღარ მოწყდნენ. ამიტომ ესეც მე მგონია, რომ ამ ტელევიზიის ის იქნება პრეროგატივა. ჩვენ მოვითხოვთ ამას თქვათ, ამ ფილმის გაშვების უფლება. და რა თქმა უნდა, წინ თუ ექნება ისეთი როგორ გითხრათ, ქუდივით გარჩევა, განხილვა, ეს იქნება ძალიან საინტერესო. ეს ასეთი ფორმაა რა, ძალიან საინტერესო ფორმაა, იმიტომ რომ დღეს არის საინფორმაციო საუკუნე. ზუსტად მედიცინა არის ენერგოინფორმაციული. აი აქ ზუსტად იდება ის შენი დამოკიდებულება ამ ფილმის მიმართ და შენ ხვდები, რომ ის ადამიანი, რომელმაც ბარბაცებს არის საიცავიდეს, სწორ გზას მიანიშნებს, ხო? იმიტომ რომ იქ არის. მარტო ეს ფილმი რო ავიღოთ კუკარაჩას, საოცრებაა რა, კარგად გადაღებული. ეს არის ფილმი, რომელიც ყველამ თავიდან უნდა ნახოთ თქვენი საუბრის მერე. თავიდან უნდა ნახოთ, იმიტომ ისეთი დეტალებია იქ. აღმართი, დაღმართი, ყვავილები. სამწუხაროდ ქართულ არხებზე ძალიან ძნელია ქართული ფილმების ნახვა. მე ტელეკომპანია პეკატივს მინდა თხოვ, მე ვიცი რომ ეს ტელევიზია ამით გამოირჩევა, რომ გვაჩვენოს ეს ფილმი აი ამ ინტერვიუში. პირველი რაც არის, ახლა მე იურიდიული მხარე, ძველი ჩინოვნიკი ვარ, ეს ამოიგება იმითი, რომ ბევრი მაყურებელი იქნება, მაგრამ იქნება ფილმი უკვე სხვანაირი განხილული. გამიგეთ, იქ ყველა ნახავს თავის პერსონაჟს. ძალიან საინტერესოა მრავალპრანიანი. თუ რომელიმე დარბაზი დაგვითმოს სივრცეს, ტელეკომპანია პეკატივის სიამოვნებით უმასპინძლებს აი ესეთ ღონისძიებას. დარბაზიც არ არის პრობლემა. ჩვენ სადაც ავართ, ეს არის საბურთალოს რაიონი. ძალიან კარგი ხელმძღვანელობა ყავთ. ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ, პირადად მიავიღებ ჩემ თავზე. ძალიან კარგი ინიციატივა. თვითონ მერიც ამ ტერიტორიაზეა, საბურთალოს ტერიტორიაზეა. უბრალოდ რა არის, ჩვენ არავის ჭკუას არ ვასწავლით. ჩვენ არავის ოპონენტები არ ვართ. ჩვენ უბრალოდ ვართ ნავიგატორები, ვეუბნებით, რომ აქედან წახვალ, მალე მიხვალ, იქიდან წახვალ, გვიან მიხვალ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სიკეთე უნდა გაიმარჯვოს. ამიტომ ტელევიზია არის ყველაზე ძლიერი იარაღი. კი ბატონო, საინტერესო. თან, როდესაც არავის არ მუშაობ. ეგ არის მთავარი, რომ არავის დაკვეთა, შენ სიმართლით მიდიხარ, შეიძლება ძალიან მწარე იყოს, მაგრამ ის ვინც უყურებს, ხო დაინახავს თავის შესაძლებლობას. ახლა ერთი ადამიანის რო გამოგვეპასუხოს, საინტერესო იქნება, ხო, მე ასე მგონია და ბატონო გია ძალიან დიდი ხნის წინ მაქვს მე ეს წიგნი წაკითხული, თუმცა ძალიან მიყვარდა და არ მინდა ეხლა შემეშალოს, ციტირებას არ გავაკეთებ. ნაწარმოების ბოლოს ავტორი ამბობს ძალიან კარგ ფრაზას, რომ როდესაც თვითონ მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა დიდ ასაკში, სიზმარში ისე ნახა კუკარაჩა. კი, მაგრამ ის ისე ვასწავლის, თვითონ უკვე დასულია, მაგრამ კუკარაჩა არის. კუკარაჩა იგივე ასაკის დარჩა. მე მგონი სადღაც უკვდავების უფლება დაუტოვა ნოდარ დუმბაძემ კუკარაჩას პერსონაჟს და გითხრა, რომ ისოც კიდე მოვა. თქვენ ახლა ძალიან კარგი თემა შეგვახსენეთ ბატონო გია, უღმესი მადლობა, გული გამითბაი რომ მოვისმინე, იმიტომ რომ მართლაც ესეთ ინტერპრეტაციას დღევანდელი დიალოგის თქვენს გარდა არ ვიცი კიდევ ვინ მოახერხებ და გაგვახსენეთ ჩვენი ყველაზე თბილი და ყველაზე რა ვიცი ლამაზი დღეები ჩვენი ბავშვობის და არჩეულებრივი მწერალი, რომელმაც ძალიან დიდი ხნით ადრე ძალიან კარგად გითხრა, როგორ შეიძლება ძალადობას ვებრძოლოთ. ბატონო გია, ის იქნება საოცარი ინიციატივა, რაც თქვენ ბრძანეთ. მე თვითონაც ძალიან მიყვარს არტ-თერაპია, ჩემი პირველი სპეციალობა ასევე ხელოვნებასთანაა დაკავშირებული და ვთვლი, რომ ხელოვნებით მკურნალობა და ესეც პრინციპში ტელეკომპანია პეკატივი ყოველთვის აკეთებს გარკვეულწილად სხვადასხვა სახით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ის ტელევიზია, რომელიც ახალგაზრდა თაობის აღზრდაზე სერიოზულად ბრძუნავდა და მე რაღაცები იმედები მაქვს კიდე რომ ტელეკომპანია ისევ დაუბრუნდება ამ საქმიანობას, თუმცა რა თქმა უნდა ხელი არ შეუშალეს. ბატონო გია, თქვენ ეხლა ესეთი საიმედო, ასე ვთქვათ, თემა მოგვეცით, საზოგადოების ნაწილი ეგ კომენტარებსაც ვკითხულობდი, ამბობს რომ ამ ახალგაზრდობას არაფერი არ ეშველება. თქვენ დღეს გვესაუბრებით და გვეუბნებით, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება და ეს მე ძალიან მსიამოვნებს, იმიტომ რომ მე ბოლოს და ბოლოს დედაც ვარ, რომელიც სხვანაირადაც განვიცდი ამ თემას. მე ვფიქრობ, რომ დამნაშავეა თუ არა დამნაშავე, ის 14 წელიც გავა და ისინი ისე დაბრუნდებიან საზოგადოებაში. ხო, ხა ხალხი რო წერს, რომ 14-იც ცოტა, იზოლაცია უნდა მოხდეს სამუდამო
კანონი სხვანაირად განსჯის ხომ მართალია და ის ახალგაზრდები სხვადასხვა ჩვენ რამდენიმე მკვლელობა ჩამოთვალეთ. როდესმე ისე ბრუნდებიან საზოგადოებაში. ეხლა რა არის პარადოქსი, ჩემთვის სულ უყურებ რა და როგორ არის თქვათ მიზჯა. ეს არის საინტერესო კრიტერიუმი როგორ არის. ეხლა მე ვამბობ იმას, რაც არის რეალურად და მე დებატებში ვნახოთ ეხლა. ადამიანმა მოკლა ადამიანი. ხო? კი ბატონო. განზრახ მოკლა, ან განზრახთან როდესაც მოკლა, არის მაგალითად 14 წელი, დაახლოებით ასე თამაშობს ეს წლები, 14 წელი, 14 წელზე მეტი მე არ გამია. ხა მეორე, ხო, ესე იგი ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფე, შენ ფიზიკურად ის აღარ აღდგება და აძლევ 14 წელს. მეორე, ნარკომანი დაიჭირე გასაღებაზე, მე ახლა არც ეც ვამბობ, მაგრამ თვითონ ფსიქოლოგიური ამბავი. ნარკომანი დაიჭირე შენ და 20 ან უბადო. გესმის? რა არის ესე იგი თურმე ახლა შორს რო გავიხედო და რო ეს გავამართლო ერთიც და მეორეც ეს რაოდენობა, იქ სულის მოწამვლა ნარკოტიკები. გესმის? ესე იგი სულის მოწამვლა უფრო ძვირად ფასობს და ამიტომ არის მისჯილი. გესმის? ეს შეიძლება ამ შინაარსით არ იყო, მაგრამ ვიღაცამ თქვენმა თქვა რომ აი სულ შენ როდესაც მოუწამლა ადამიანს, ხო, ის ძალიან უნდა დაისაჯოს ვიდრე ფიზიკური და თან ალბათ ერთი ნარკორეაზიდილიზატორი ბევრად მეტი დანაშაულის სათავეში იდგას, არა, ესეც არის, ხო მართალია, როცა რეალიზატორი ადამიანი და მას წელს უსჯიან, შეიძლება მას ასე თქვა გაუბედურებული ყავს უამრავი ახალგაზრდა, რომელთან ეხლა უყურებთ მე ნარკომანებთან მუშაობ, შეიძლება მათი აღდგენა და თქვა გამოყვანა, მაგრამ სიცოცხლის ასულზამ ერთი სიცოცხლის მოსპობა 10 ნარკომანის თქვათ განარკომანებაზე უფრო რთულია და გამოუსწორებელი ვიდრე ის 10 ნარკომანი როა შეუქმნი პირობებს და ბრუნდება. შეგიძლია მოაბრუნო, წამლებია რაღაცეები და მიგე, მაგრამ მაინც არის რაღაცა კანონმდებლობაში ისეთი, რომელიც თქვათ მოსაწესრიგებელია, ასეა, ხო? ეს ჩემი აზრია და ამას თავზე არავის არ ვახე, უბრალოდ გაჯისაგანია, ვინც გინდა მოვიდეს, თქვათ მიწას არა შენ არ ახარ მართალი, ესა ასეა საჭირო. კი ბატონო, დაგვიჯდეს დებატებზე, შემდგომი ამბავი შეიძლება დებატების ფორმითაც გაკეთდეს. კი ბატონო. ძალიან საინტერესო იქნება, მე მზათა ვარ თან სახალხო დიპლომატიაში თუ გინდათ, ეხლა იმიტომ რომ გავშალე ეს ფრონტი აღარ ჩერდები ახლა ერთ ადგილას და ეს თქვენ თუ ხალხს დამიჭერთ მარტო სინემათერაპია რო ჩვენ დავაყენოთ ფეხზე ქართული სინემათერაპია რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაფერი გვაქვს ჩვენ ხო სამ წუთში შეიძლება ფენომენი გააკეთო გადაიღო სამ წუთში ამიტომ ახლა თქვენი გონება ვიცი მე თქვენი ბიოგრაფია ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან ხო ეხლა ნომინაციაში იქნებით პერსონაჟი და ეგეც თქვენი აღიარება იქნება თომეტი საქართველოში არ არის და გავიტანოთ კიდე ერთი მხარე ამით გინდა ვარქვა თქვა კუკარაჩას მოგონება გინდაც რაღაცა ისეთი ლამაზი მაგრამ ჩემი ღმერთკაცი არის ნოდარ დუმბაძე გოგონებს ვიცნობ მისას მეგობრობთ იციან ჩემი დამოკიდებულება შენო შვილივით უყვარდი მამასო და შენს ძმასავით მიღებული ხარო და ასე ვარ ახლა სიყვარულს ამას ვერ დამალავ ხო და თან რა არის ახლა ის იყო საოცარი ნებისმიერი მოთხრობა ხო რომელიც არის ხო გელაპარაკება ახლა ვაჟა-ფშაველას თავის დამოკიდებულებაა და ამას თავის დამოკიდებულება აქვს ხელო წაიქცევა და ის გვინო როავა ხო თვალი ხე ბევრი რაღაცა ისეთი მიგნებები რომ ამათ ჩვეულებრივი ადამიანი არ აქვს და კიდე აქ მას ძალიან საინტერესო მიგნება ეს ალბათ მეორე თემაა უცხო პლანეტელებთან ურთიერთობის ამბავი ეხლა უცხო პლანეტელები დღეს უკვე აღარ არის ისეთი მაგრამ მაშინ მას ყავს ერთი თვარაძე თუ გახსოვთ იქ მივა რედაქციაში თვარაძე და მეო ახლა კოსმოსზე რაღაცას ამბავი ელაპა ვერ გაუგებენ და ის თვარაძე გაქრება ანუ ის ჩემი აზრით მაშინ მისთვის იყო უცხო პლანეტელი გამოჩნდა რაღაცა მიანიშნა და ეხლა მე რასაც ლაპარაკობ ასეთ ხალხთან ურთიერთობით და მაქვს უფლება იმისი რომ თქვათ ჩემი აზრი გამოთქვა და ბატონი ნოდარი იყო ზუსტად ერთ-ერთი ასეთი რომელიც იყურებოდა პორტალში იქით ხარეს შეიძლება ამაზეც გაკეთდეს რაღაცა და
მთელი ეს მოდაროლოგია გაკეთდეს ასეთი. მე ძალიან მიყვარს ნოთა დუმბაძის ფრაზა, როცა ამბობს, რომ მე 5 ჯერ გარდავიცვალე, პირველად გარდავიცვალე შიშით, მე რეალურად ესე საოცარი, ასე ვთქვათ, ფაზები, როგორც ვინის ადამიანი, ну, საოცარი მწერალია და პიროვნებაც ბატონ ნოდარი მისი ხუმრობის უკან ძალიან დიდი სევდა და ძალიან დიდი ცოდნა და ციბრძნე. მე მინდა მაშინ დღეს კიდევ ერთი რამ ვითხოვო ჩვენი მაყურებლისგან. გარდა იმისა, რომ ბატონი გია სულაქველიძე ჩვენ კლინიკაში როგორც ექიმი ფსიქოთერაპევტი ისე მუშაობს და შეგიძლიათ მასთან ჩაეწეროთ და მოხდეთ ვისიცე, მე მინდა ვთხოვო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს თქვენთან ბატონი გია დებატებს არ დავარქმევთ, დიალოგში დაждენ და მე ვისურვებდი რომ ისინი იყვნენ სხვა სპეციალობის წარმომადგენლები და არა ექიმი, თუნდაც იურისტი იყოს დაუშვათ და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ესეთ დებატებში იბადება ჭეშმარიტება და ტელეკომპანია PKTV სიამოვნებით უმასპინძლებს მათ სხვა გადაცემაში თქვენთან ერთად ბატონ გია თუ ვინმე სურვილი ექნება და ასევე თუ არსებობენ ადამიანები და არსებობენ მეცენატები, ვისაც აქვს სურვილი რომ საზოგადოებას დაეხმარონ, დღეს ჩვენ ბატონ გიამ რეალური დახმარების მოდელი შემოგთავაზა. თუ იქნება ადამიანი, ვინც დაგვეხმარება ყველანაირად და იმაში რომ დავაორგანიზოთ ესეთი შეხვედრები, ესეთი სინემათერაპია შესანიშნავი სიტყვა თქვა ბატონმა გიამ, ამაზე კარგი რა არის ბატონ გია. ეს არის, როდესაც საუბრობთ, გვეშველება რამე და ეს რიტორიკული კითხვა დღეს ძალიან უყვართ ჩვენ ჟურნალისტებსაც და ხალხსაც, არაფერი გვეშველება. მთავარი და არის კიდე შეიძლება გაკეთდეს ასეთი ამბავი, პაციენტი რომ მოდის ჩემთან, ხო, არავინ არ იცის თქვა ჩვენი ურთიერთობა როგორ არის პაციენტთან, როგორ ვიცვა. ზოგადად შემიძლია ნახოთ მასთან საუბარი, აი ჩაეწერა ვიღაცა, ან დოლურას პრინციპით რაღაცა ვიღაცა მოვიდა, დაждდა ახლა და უყურებენ თქვა რა არის ფსიქოთერაპია. როგორი ურთიერთობა, როგორ შემოვყავს ის ჩემ სამყაროში, როგორ უზიარებ ღია ტექსტით, მე ჩემი მეთოდიკა მაქვს ეს, ჩემია მეთოდიკა, როგორ სინჯავ, როგორ იმას, ძალიან საინტერესო იქნება ეგ, შეიძლება ტიტრების დაედოს და უცხოეთით წავიდეს, იმიტომ რომ ტელევიზია ისეთი გაყიდვადია. ეს თქვენ ახალთ ასე ახლა, რომ ძალიან სუფთად მიყავს თორე ტელევიზია ვისაც აქვს ის ერთ-ერთი წარმატებულია, მით უმეტეს პიარი თუ აქვს მას ასეთი და რასაც მე გთავაზობთ ეს არის ცალკე მიმართულება ერთ-ერთი, არავის არ გაუკეთებია, თქვათ შემოდის ცოცხალ პაციენტი პირდაპირ ეთერში და მასთან როგორ ჟის ფსიქოთერაპია, არ იციან რა არის ფსიქოთერაპია, ვინ არის ეს, როგორი ადამიანია, რანაირად. მე შეგნებულად ხალათი არ მაწვია ხოლმე, როდესაც საუბრობთ, რომ ეს არ დაირღვეს ურთიერთობა და არ დაიძაბოს. არის, როდესაც თქვათ ქირურგს უნდა ეცვას ეს გარკვეული ამბავი, შეგნებულად რომ ნახე, ხო, თეთრ ხალათი რო აცვია, ცოტა დამბულები არიან. ამიტომ ჩვეულებრივ საუბრიდან დაიწყება, თქვათ, როგორ რას ველაპარაკები, როგორ, რანაირად, თან ორ ენაზე მე მყავს ქართულად, რუსულად, თქვათ, საინტერესო იქნება რუსულენოვანი. ეს უკრაინელები იქნებიან თუ რუსები თუ აზერბაიჯანელი თუ სომხები რა ვქნა ამ სისტემაში დავიბადე და ინგლისური ვერ ვისწავლე ისე როგორც რუსული ვიცი და ამას მოწამართმევენ ჩემი ოპონენტები ახლა რომ რუსეთს თავის პატივსცემ გარკვეული მიმართულებით გარდა პოლიტიკისა და ეს არის სუფთა პროფესიონალური დამოკიდებულება. ახლა ვიწრო წრე რა არის დღეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ქალთა ფსიქოლოგია, ქალებს აქვს გარკვეული ფიზიოლოგიური ცვლილებები იცვლება მათი ფსიქოტიპი და ფსიქოსომატიკა, ამიტომ მათის ინტერესი უფრო მეტი იქნება, თქვათ, პროფილაქტიკურად, ან ისე უბრალოდ საკონსულტაციოდ. აი პირველი თქვათ, ქალს აქვს რაღაც სურათავარი. წავიდა ნახა ანალიზები არაფერი, მოდის ფსიქოთერაპევტთან, ესე დიდი თვალები და არ იცის. ხო, ვინ არის, რა არის. აი აქ უკვე პირდაპირ ეთერში იქნება ეს ჩვენი საუბარი. ასეთი არავის არ გაუკეთებია, ყველა მალავს თავის კინოებშია მარტო იქაცის. აქ შეულამაზებლად იქნება ყველაფერი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იქნება მოვა და მე ნახავთ, რომ ინტერესი რა არის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა პირადად ჩემი შემოსვლა კლინიკაში უნდა იყოს ავტორიტეტი კლინიკისთვის. ხო, შემოვიდა ვიღაც. ხო, რა ვიცი, მე თავს თვლი ვალდებულად, რომ დამინახეთ და რადგანაც შემომთავაზეთ, ესე იგი ვალდებულება უფრო გაძლიერდა ჩემი თქვენ მიმართ. თავარია რომ დამინახეთ. ხო და რომ დამინახეთ, მეც უნდა დაგანახოთ ახლა რაც. აი ეს სინემათერაპია ახლა დაიბადა ამ ჩვენ საუბარში. ამას აღარ მოვწყდებით, იქ აღარ მოგეშვებით. ხო? დიდი მადლობა. კაბადონი კეთი.
ხო, ბატონი ზაქარია, შემოქმედებითი ადამიანები არიან, გვერდზე დაგვირგება. ბატონი, ჩვენ გქონდა ძალიან საინტერესო სინემათერაპიის ერთი სეანსი, სხვათა შორის იმ შემთხვევაში ქალბატონი ქეთის ფილმის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გქონდა, ესეთი საუბრით და გარჩევით. ეს მართლა ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან კარგ გარემოში, თბილისურ გარემოში შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ, მოვიფერეთ ერთმანეთს და რა ვიცი, იმ დროს ყველა ბედნიერი და კმაყოფილი დაგვიდით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიის უმძიმესი კადრები ვნახეთ. ეს იყო დოკუმენტური ფილმი ზვიად გამსახურდიაზე. განხილვაც არა, ვიტყოდი გახსენება ბატონი ზვიადის და მისი ასე ვთქვათ საქმიანობის, საგმირო საქმიანობის, რომელიც ჯერ კიდე არ არის სათანადოდ შეფასებული, მაგრამ მე მახსოვს როგორი წავიდა ხალხი მაყურებელი ბატონი გია. ერთმანეთთან დამშვიდობება არ გვინდოდა. იმიტომ რომ მართლაც თერაპია იყო, მონატრებული ის კადრები, საუბარი, ყველამ თავისი ხედვა, თავისი კუთხე. მე ვფიქრობ, რომ თქვენ დღეს არაჩვეულებრივი იდეა შემოგთავაზეთ, ეს მართლა ასატაცებელია, იმიტომ რომ თუმეტეს ჩვენ გვაქვს რეალური დასტური იმისა, რომ ხელა ეფექტი მოახდინა სინემათერაპიამ მაყურებელზე და ჩვენზეც თუნდაც ჩვენ ხო ვიცოდით რა უნდა გვენახა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ თემაში, მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც საშვილიშვილო საქმე იქნება, იმიტომ რომ დღეს ძალიან გვჭირდება ესეთი მეთოდები, თან ეს ძალიან არატრადიციული და ძალიან სერიოზული მიმართულებაა არტ თერაპიაში. და მე ვფიქრობ, რომ და არა მარტო ნოდარ დუმბაძე, ალბათ სხვა ბევრი საინტერესო ფილმი შეიძლება ანალოგიურად ქართული ფილმებზეც მაქვს საუბარი პირველ რიგში, რომლებიც არ არის ჯერ სათანადოდ შეფასებული. ბატონი გია, თქვენ ქალები ახსენეთ და მე აქ ერთი პატარა გადასვლა მინდა გავაკეთო. ჩვენ ზოგადად ძალადობით დავიწყეთ ადამიანის ფსიქიკაზე და კიდევ ერთი თემა მომივარდა, ასე ვთქვათ, გონებაში, რომელიც სულ მაწუხებს, ეს იყო ბოლო პერიოდში მომძრავლებული ფემინური ძალადობა ქალებზე, რომლებიც რაღაცა ეს იმასავით დაგყვა. მე აღარ მინდა ხოლმე ხანდახან სოციალურ ქსელში შესვლა, როდესაც ხედავ, რომ კედელზე პირველი რაც ჩდება, ეს არის, რომ გაბრაზებულმა თუ განაწყენებულმა ქმარმა მოკლა ან ყოფილი ცოლი, ან არსებულ. მე ვფიქრობ, რომ ესეც იმისი ექოა, აი რაღაცა პრობლემების, რაც ხალხი, ეს არ არის მარტო ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობა, ზოგადად სუსტის მოკლა. ჩემთვის ეს იგივე რაც ჯგუფური ძალადობა, როდესაც ესეთი მოიკრიბება და ადამიანს უმწვევ მდგომარეობაში მყოფს სასიკვდილოდ იმეტებს. მე მგონია, რომ როდესაც მეუღლე საკუთარ ცოლს ბავშვების თვალწინ კლავს, ესეც უპატიო. ეს ანომალია და ეხლა რა არის უყურეთ, ეხლა მე კვლევარი ვარ კიდე გარდა იმისა, რომ რაღაც აპარატურები არის, რომელიც ფაქის ენერგიებს ნახულობს. მაგალითად შეიძლება ბავშვი რო დაიბადება, უკვე უნდა იცოდე მისი მიმართულება და სადაა აღზნების კერები. ზოგი არის მიმართული სადიზმისკენ. არის იქ აღზნების კერები, ხო, მე რო საიდან გაჩნდა ეს ადამიანი, საიდან და თავიდანვე მქონდა ამ ბავშვს ასეთი აღზნების ამბავი და ის აღზნება, ის დიდი ენერგია უნდა გადაიყენოს შემოქმედებაში. აი მე რატომ მიყვარს ნარკომანებთან მუშაობა და კიდევ ერთხელ ვამბობ. ერთი მიმართულება აქვს, ერთი დამოკიდებულება აქვს, ერთგულება აქვს ნარკოტიკის მიმართ. რატო? იმიტომ რომ იმას მოაქვს სიამოვნება. მაგრამ არის ის, რომ ეს ფსევდოსიამოვნებაა და შედეგი იქნება ძალიან ცუდი. და როდესაც მე შეუსვი მას დამოკიდებულებასა და არტ თერაპიაში ან შემოქმედებაში რომ გადავიყვან, ხო, ის სულ მუდმივად წინ მიდის და სულ მუდმივად სიამოვნებას იღებს. გამიგეთ ენდორფინები მატულობს საკუთარი და არა გარედან რაღაცა და ის რომ დაიჭერს ამ კაებს იმ ტერმინოლოგიით, რომ აღარ უნდა სხვა. ეს მე და ყველა შემოქმედი დიდი ადამიანი იღებდა თავისგან ამ ენდორფინებს. მობილიზაციას აკეთებდა და ამიტომ აი ეს კუთხე რომელიც არის შემოქმედებით, ხო, ძალიან საინტერესო იქნება. ბავშვი თავიდანვე უნდა მიმართულება მიცე. ახლა არ ვიცი ჩვენ რამდენი საშუალება გვექნება თუ არა. მე მყავს ისეთი უცხოეთში მეგობრები, რომელიც თქვა ეს აპარატი შემოვიტანო, მოვა ვიღაცა, ხო, როგორც რენტგენს ვიღებთ, იმას ვიღებთ რაღაცა, აქ იქნება ენერგეტიკული შეფასება. შენ რა უბანში გაქვს ეს განსაკუთრებული. ერთ რაღაცას ვიტყვი, ახლა შეიძლება უბრალოდ სამეცნიერო ამბიდან გეტყვით. შეიძლება აქ მოსატანი არ არის, მაგრამ ინტერესი ახლა გავუღვივოთ მაყურებელს. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი არის ოთახში და მას მოასმენინეს ხმა. ხო? კაცის პეუნებია, ეს ვინ არის?
ბიძია თუ დეიდა? ბავშვი იტყვის ბიძია. მობილის ხმა. არ ხედავს, მაგრამ კიდე მეორე მესამე ბავშვ გოგოს ბიჭს სხვადასხვა ასაკისას ამბავი მარტო ხმა მოასმეინეს და ყველა ამბობს რომ კაცია. всё. ეხლა მეორე ქალი მოასმეინეს ქალის ხმა. ყველა ემოწეს დეიდა. და მე მოასმეინეთ LGBT-ს და ესეთი აი უკვე დაგნეობიდის პისაკნაპის 50-50. იმიტომ რომ ის მოქმედებს სექსუალურ ცენტრებზე და იცვლება უკვე და ბავშვი იბნება. აქ აღარა აქვს ის, სადღაც შუალედშია. ეს არის თემატურა, რომელიც ერთ სადოქტოროთაც კერპირს და თქვა შეიძლება ჩვენ ღიად თქვათ ეს მივაწოდოთ, ვისაც საინტერესოა და ამ თემატიკაში ვცხოვრობთ. ანუ ძალიან ბევრი საინტერესო იდეები მოვა ახლა თუ ჩვენ დაგვიჯდება ვინმე დებატებში მეცნიერები იქნება, კიდევ ნათელმხედველები დღეს რო იძახიან ნათელმხედველები გვაქვს თქვათ ეს საინტერესო თემაა რა. ახლა განსაკუთრებით წამოვიდა, როდესაც შენ ვერთული პროგნოზ პოლიტიკოს უკვე ეძახი იმ ადამიანს, რომელმაც უნდა გითხრას შენ თქვათ. როდესაც ეთქვი რომ აი იქნება როგორ. მაგრამ ეს არის ელემენტარული ნიჭიერი ადამიანის ლოგიკა და ინტუიცია. ლოგიკა არის როგორ მიყავს. ახლა ნებისმიერი ქვეყნის დამოკიდებულება მეორე ქვეყნის მიმართ არის მხოლოდ პირველ პირიდან. პირველ პირს თუ შენ კარგად ნახავ ფსიქოტიპს, როგორია ხო? ფსიქოტიპს. შეგიძლია უკვე თქვა ის რისი გამკეთებელია. აი დღეს ვინ არის წამყვანი პოლიტიკოსები? თქვათ ვის სოფლიოში? პუტინი, რუსეთი, ამერიკა, ტრამპი, ხო? სი ძინპინი, ჩინეთი თქვათ ეს სამი. არაფერი არ უნდა შეხედავ რა სიტყვის, როგორ იტყვის რაღაცა, უკვე იცი გამკეთებელია თუ არა. გამიგეთ? ამიტომ შენ როდესაც აძლევ ასეთ ადამიანს არ იცი წინასწარ ისი გამკეთებელია, ხო? ის უკვე შენი დანაშაული. ამიტომ პარლამენტში რო ვიღაცა შეყავს, შენ უნდა გაიაროს თუ ფსიქოს გადიან მანქანის ტარებაზე. იქ მე არ გამიგია რომ ფსიქო გაიაროს ხო ადამიანს პოლიტიკაში მოსვლით. ეგეც უნდა დაალაგდეს, უნდა შეირჩეს ასეთი ტესტები რაღაცა. ძალიან კი გაუბერე ახლა მე ძალიან ბევრი ბატონია, არ მე ვფიქრობ უკაცრავად ამ სიტყვას გავიმეორებ თქვენ თქვით გაუბერეო. მე ვფიქრობ რომ არანაირი პრობლემებია იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ სათაყვანებელ ქვეყნებად გვაქვს ასე თქვა და გონია რომ ამერიკაში ყველაფერი კარგად არის. დღეს ამერიკა ისეთი ფაქტების წინაშე დადგა რომ მე ვფიქრობ რომ თავისი გაჭირვებია და საბედნიეროდ საქართველოში ასეთი რამე არ ამ მასშტაბის დანაშაულებრივი ქმედებები როცა საუბრებია მე არ ვიცი ელიტარული წრეების ამას რა ქვია დანაშაულებრივი ქმედებებიც აღარ ქვია ამას რაღაცა ან უფრო ღრმად ქვია ხო კი ბატონო ეპსტეინის კუნძულებზე მაგ საუბარი და არა მარტო ერთი ადამიანის უკან იქ რეალურად უამრავი შოუ ბიზნესის და პოლიტიკური სფეროს წარმომადგენელი იყო რეალურად ესე ჯგუფური დანაშაული იყო ბატონო იმიტომ რომ თავის დროზე არ იმაღლებდა ის ხალხი თმაზე შესანიშნავად ხდებოდა მათი ინიციაცია ამ სექტაში თუ რა დავარქვა დაჯგუფებაში ხომ ასე რომ მე ვფიქრობ რომ იმ ქვეყნებსაც ძალიან ძლიერ უჭირს იმიტომ რომ აი ეს რაც ჩვენ გავიგეთ დღეს და რა დოკუმენტებიც იდება ეს ასობით ფურცელი და ფაილები რომლებიცაა შექმნილი არის მხოლოდ მაჩვენებელი იმისა რომ სოფლიოში გლობალურად დადგა რაღაცა კრიზისული მომენტი და გრიბოედოს აქვს ასეთი ვაი ჭკუისაგან ხო? და მე ამის ინტერპრეტაციას გავაკეთებდი ვაი სიმდიდრისგან. ამას ზედმეტი როდესაც გაქვს შენეძებ რაღაცა ექსტრემს. გამიგედა ექსტრემს აქ როგორ გაიგებენ მიდიხარ სადღაც და შენაირ ხალხს კრიბავ აურით იგებ აქა და იქ ყველაფერი მოსულა. აი ეს არის ხო ქართული ესა ყველაფერი მოსულა. იქ არ არის გასაკვირი რაც ბავშვი ჭამ თუ იმას შეჭამ თუ კანიბალისტი ხარ თუ იქ რაღაცა ურთიერთობის ამა კიდე კაი რომ ეს შემოიფარგლა და რაღაც გარკვეულ ადგილას არის. გამიგეთ ხო არის უსაფრთხოების კუნძული. ეს არის საშინელების კუნძული. მაგრამ კიდე კარგი რომ ვიცით და დაერქვა თავის სახელი. მაგრამ ახლა საქართველოში მე რასაც უყურებ ჩვენ ვცდილობთ ახლა პოლიტიკაში ახალგაზრდა ხალხია ძალიან საინტერესო ცელობა აქვს ყველაფრის გაკეთების რა როგორ იქნება მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ პირველი რაც არის დამსახურება ეს არის მშვიდობის შენარჩუნება მშვიდობა
და ჩვენ რასაც ვფიქრობთ ახლა გინდათ ეს შემოქმედებითი ამბავი, ესაც შვილობა იქნება. ნუ დადუმბაზე გადავთარგმნა ყველა ენაზე. ეს რო გავაკეთოთ ჩვენ თქვა და გავაგზავნოთ იაპონიაში თქვა, რომელიც სასწაულად პატივსცემს ჩინეთში იქა. უკვე ჩვენ გვაქვს რაღაც ექსკლუზივი ამაში. ამაში გოგოები, შვილები დაგვეხმარებიან, მათი უფლებით აუცილებლად გავაკეთეთ, კონსულტანტებად იქნებიან ბევრ რაღაცას და შესავალსაც გააკეთებენ, ამის გარანტიას მე გაძლევ და ბატონი ნოდარი ხელახლა უნდა გავაცოცხლოთ. კი ბატონო. ხელახლა უნდა გავაცოცხლოთ და მე კიდევ აი ეს ჯგუფური თერაპიაზე როდესაც თქვენ საუბრობდით, თვალწინ დამიდგა 80-იანი 90-იანი წლები, როცა გაჭირვების პერიოდი იყო, დენი არ იყო, წყალი არ იყო, თბილისში იმართებოდა სალონური შეხვედრები და კითხულობდნენ წიგნებს. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ახალგაზრდა. მაშინ უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ედგნენ ამ შეხვედრებს სათავეში და დღესაც ის ხალხი, როდესაც ხვდები, რომ აი იმ სულიერმა რაღაცა ურთიერთობა, იმ წიგნის კითხვის სიყვარულმა გადაგვარჩინა ძალიან ბევრი ჩვენგანი, თუნდაც იმისგან ბატონგია, რომ არ აღმოჩნდით ქუჩაში და არ აღმოჩნდით ამ ძალადობის არც მსხვერპლი და არც წამომწყები. მაშინ, როდესაც რაღაც სექტები, ბანდები და დაჯგუფებები იქმნებოდა, ეს ახალგაზრდები წიგნებს კითხულობდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ შეხედულებებს. ხელოვნება მართლაც გადაარჩენს, ასე ვთქვათ, საზოგადოებას და ვფიქრობ, რომ მით უმეტეს, როდესაც ამ ყველაფერს თქვენნაირი ფსიქოთერაპევტის ანალიზი უძღვის. იმიტომ რომ ერთია რომ აჩვენო ყველა ხო ერთნაირად არ იღებს და მეორე რომ განუმარტო რა ანახე. ერთი და იგივე წიგნი, ერთი და იგივე ნაწარმოები, რატომ არის ხოლმე ხანდახან თავიდან გადავიკითხავთ და რაღაცა ახალს აღმოვაჩენთ. ყველაფერს აქვს ალბათ მნიშვნელობა. და არ დაიჯერებთ. ვეფხისტყაოსანი მე პაუზა გავაკეთე, არ წამიკითხია. არა ვარ მზად ესე სკოლაში ხო ვალდებულება ქონდა მე-10 კლასში. წარმოიდგინე რაც მე-10 კლასში წავიკითხე, იმის მერე ვემზადები მე, რომ შოთა რუსთაველი წავიკითხო, ხო? ანუ როგორ არ ვიცი, უნდა მიეახლო იმ წიგნს, ის ძალიან დიდია. სამაგიეროდ იმას კი არ წავიკითხავ, იმას უკვე შევისხოცებ. და მე ძალიან ბევრი ისე თქვა ხატრები, რომლებიც დიდი ნაწარმოების შემფასებლები არიან და ხატავდნენ სხვადასხვა და ერთი კარგი მეგობარი ყავს ახალი, რომელიც ახალ გრავიურებს აკეთებს ამის მიმართ და ხელახლა დავანახინე ვეფხისტყაოსანი და თავისებური ინტერპრეტაცია და ზიჩის პრემიაც კი მიიღო. ზიჩის პრემია იყო ახლახან, ანუ ზიჩი ერთ-ერთი ილუსტრატორი და ანუ ეს არის ჩვენი განძი ვეფხისტყაოსანი, რომელიც ჯერ არ ვიცით, მაგრამ ხო გეუბნებით, მე მზად არა ვარ. ესე იგი რამხელა პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩემ თავზე. ხო? ეს ჩემი დამსახურება კი არა, ვერ გავიზარდე, ამდენი ხანი მოვდივარ და ვერ მივედი წიგნამდე, რომელიც მაქვს. ძალიან საინტერესო რამე თქვით, ბატონო, ვერ მივიახელიო წიგნს. ხო, ვერ მივედი რა იმამდე. კი ბატონო, მართლაც ესეთი დიდი ნაწარმოებები რაღაცა ეთყობა იმას საჭიროებენ შინაგან განწყობასაც და ხო, ახლა რობიკოს ცელობა თქვათ იქ ვეფხისტყაოსნის ამბავზე კიდე იყო ადრე სხვათა შორის აპირებდნენ ფილმის გადაღებას. მამა ჩემი ძალიან სიმპათიური ის იყო და იქ ერთ-ერთი პერსონაჟი უნდა შეესრულებინა, მაგრამ ზედ თანამდებობა ქონდა რომ მე არ წავიდე, თორე დარჩებოდა თქვათ იქ ეპიზოდებში რაღაც. თუმცა იმ ეტაპზე მაინც ვერ გაბედეს. ვერ გაბედეს. ხო, ეს შეიძლება მულტიპლიკაციური ფილმი და რაღაცა ისე, მაგრამ მაინც დაიდგმება ვეფხისტყაოსნის დადგამენ თავისებურად ყველა, მაგრამ ეს ქართულად უნდა გააკეთოს. ქართული სული უნდა. როგორც ლამაზ ისტორიას სიყვარულზე და არა როგორც იმ სოფხედულობასაც ნაწარმოებში არის, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ფილმი მაინც დაკარგავს ალბათ იმ სიღრმეს, რაც შეიძლება ვწდები, მაგრამ აი ძალიან ძნელია იპოვა ალბათ ის რეჟისორი, რომელიც ისევე გადაიღებს ფილმს, რომ აი რომ იტყვიან ხოლმე რომ ნაწარმოებში ჯობდა ფილმი. წარმოუდგენელია. მაგრამ არ ვიცი. ბატონგია, კიდევ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან. ჩვენ ძალიან სერიოზული რაღაცები განვიხილეთ დღეს ეს თემები. მე აღარც ვიცი უკვე დიდი ძაფის გორგალია დაიწყებ და მიდის უსასრულო. ხო, დავღალეთ მაყურებელი. არა მგონია დავღალეთ, მე ვფიქრობ რომ მაყურებელი გვისმენს, იმიტომ რომ არაორდინარული აზროვნება, არა ინტერესებს რომ ვიღაცა ზის, ხო, რაღაცას ამბობს, ვა. ამაზე ხო მეც მიფიქრია.
მაგრამ ვერ გამიმჟღავნები. აი ეს კაცი ის ვიღაცა იქ ვინ არის, მე ნახავენ ისა შეიძლება დარეკონ. მოდით და დაუჯდები დებატებზე. მიდო ძალიან რო გაახურა და რო ლაპარაკობს ამდენს, ხო? დაუჯდები ერთი და მინდა ჩავჭრა. სიამოვნებით. სიამოვნებით გებადეჟებით, აი თქვენ დღეს ვინც მისმენთ ახლა და ვისაც სურვილი გაქვთ რომ ბატონი გია ჩაჭრათ, ამ სიტყვას გავიმეორებ. ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ რაღაცა ჭეშმარიტება დაიბადება. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი გიასთან ვიზიტზე მოსახვედრად აუცილებელია წინასწარი ჩაწერა. ბატონი გია ჩვენი კლინიკის თანამშრომელია, ეს არის შესანიშნავი ადამიანი, ძალიან კარგი ფსიქოთერაპევტი. ბატონი გია ჩვენი დიდი მეგობარია და რაღაცა ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს მასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ბატონმა გიამ ახლა ისეთი თემა შემოგთავაზა, მე ვფიქრობ, თემა საქართველოს უნდა აიტაცოს ბატონი გია და ერთი კარგი ფიჭის ჩვენ კარგი რაღაცის ატაცება ვიცით და მოდურად ხდება. და რა ვიცი იქნება და მოხდეს საოცრება და ესეთი შეხვედრები, ხელოვნების შეხვედრები, რომლებიც სული საამებლად და დასამშვიდებლად იქნება, მოდური გახდება და ჩვენს გარდა სხვებმაც აკეთებ კარგი საქმე. ბატონია რა ჯობია. გადამდები იყოს. იყოს გადამდები, აი გავხდეთ ჩვენ კლინიკა, რომელსაც არ უნდა უყვარდეს გადადება, აი ამ სიყვარულის და აი ამ იმედის გადამდებები გავხდეთ. ბატონია უამრავი კითხვა მაქვს თქვენთან, უამრავ თემაზე მინდა ვისაუბრო, მაგრამ თქვენ თქმის არ იყოს, არ მინდა ჩვენს მაყურებელს თავი შევაწყინო არ ვიტყოდი, მაგრამ ცოტა ზედმეტად დავტვირთო, იმიტომ რომ ის თემა, რომელზეც მინდა ჩვენ საუბარი გავაგრძელოთ, შემდეგ გადაცემაში და ამას ეხლავე ჩამოგართმევთ პირობა, ეს არის არტ თერაპია, იმიტომ რომ საოცარ თემაზე ისაუბრეთ ახლა და მინდა ვისაუბროთ ხელოვნებაზე, როგორც სამკურნალო თერაპიულ საშუალებაზე. ეს არის არაჩვეულებრივი თემა, თქვენთანაც და ჩემთანაც ძალიან ახლოა. როგორც პროფესიულად ისე აი თქვენ ეხლა მე მინდა მაყურებელს ერთი საოცარი რამ უთხრა. მე ვისურვებდი რომ რამდენიმე წამით შეძლოთ იჯდეთ ახლა იმ სავარძელში სადაც მე ვარ, იმიტომ რომ აქ ჯდომა ბატონ გიასთან რაღაცა სულ სხვა ენერგეტიკულ ველში ხარ, აბსოლუტური კომფორტი, სიმშვიდე, მე წარმომიდგენია თქვენთან თერაპიაზე მოსული პაციენტიც როგორი გადის. იმიტომ რომ ძალიან დიდ კომფორტს ჩვენი ოპერატორიც კი რომელიც ახლა გვიღებს ანალოგიურად გზნობ რომ ისიც ესეთი მშვიდ და წყნარ და გაწონასწორებულ გარემოში ეს ბატონია თქვენი ნიჭის და თქვენი უნარების დამსახურებაა მარტო ცოდნის არა ვიტყოდი ხო? ეს არ არის ჩემი დამსახურება, ეს არის თქვენი გარემოს დამსახურება. იმიტომ რომ კომფორტს გზნობ, არსად არ მეჩქარება, პირველი რაც არის რომ არსად არ მეჩქარება. ტელეფონი გათიშულია, ვიცი რომ აქ ავარ და მაყურებელი გიყურებს და თითოეულ მაყურებელს პატივს ვცემთ. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მაყურებელი. გამიგეთ ჩვენად მოაზროვნე მაყურებელი და აქ არ უნდა იგრძნოს რამე სიყალბე. თუ იგრძნო რომ შენ სიყალბე გაქვს, ის უკვე დაკარგავ და თუ ნახავს რომ შეიძლება ცდები, მაგრამ შენ ასე ფიქრობ, ის მაინც წამოვა შენთან. ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა თერაპიაც არის, ბატონო გია, არა მარტო რაღაც თემებზე ვისაუბრეთ, თქვენ რაღაცა საოცრება შეძელით აქედან. რატომაც გონია, რომ ყველა ვინც ახლა ამ გადაცემას უსმენს, აი ამ ენერგიას და აი სიმშვიდეს გზნობს, რასაც ბატონო გია ასხივებს. ამაზე ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია. ბატონო გია, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ჩვენ 90-იანებიდან მოვდივართ, მე მახსოვს, ოდესაც იმართებოდა ესეთი სკანდალური ჯგუფური თერაპიები ტელევიზიით, კაშპიროვსკის სეანსებს გულისხმობ, ჩუმაკის სეანსებს გულისხმობ. რა თული იყო და რა მართალი იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მასის მართვა ხდებოდა ადამიანების და გარკვეული ემოციური და ზემოქმედების ქვეშ ექცეოდა, ზოგი ინკურნებოდა, ზოგს აღარა უქრებოდა. ფაქტი არსებობს, რამდენად ეს მართლა რეალური იყო, არ ვიცი, ეს იყო რაღაცა ზემოქმედების ქვეშ ყოფნა თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი ხდებოდა. მე ეხლა ვგზნობ თქვენგან აბსოლუტურ სიმშვიდეს და კომფორტს. მე მაქვს ერთი კითხვა, აი როგორც ექიმს. მოდით ესეთი კვანტური მედიცინის დონეზე დავსვავ ამ კითხვას. შესაძლებელი არის თუ არა ეკრანიდან, აი როდესაც თქვენ საუბრებთ ადამიანს, ხომ იმ ადამიანმა იგრძნოს ეს ხომ ტელემედიცინის ნაწილია ბატონო გია, მეცნიერულადაც რომ ახსნათ. რასაც თქვენ აკეთებთ პირდაპირ სეანსზე ურთიერთობის დროს, შესაძლებელია თუ რა ამის გადაცემა ტელევიზიით. ეხლა როგორ არის? ჩემი გარკვეული კონტინგენტი არის უცხოეთში. აი კი ბატონო, უცხოეთში არის. ამიტომ ჩვენ გვაქვს ონლაინ ჩართვები, ასეთი თერაპია არის ძალიან საინტერესო და ეფექტური. ჩემთვისაც აი გუშინაც ყავდა საბერძნეთიდან ერთი გოგონა, ოღონდ ის ადრე დადიოდა აქა და მერე წავიდა. ანუ ეს ურთიერთობა დიდი პაუზის მერე ერთი წლის მერე გავახსენდი რაღაცაზე და მაგრამ არის ზოგი რომელიც არ ყოფილა ცოცხალი ოფლაინში, პირდაპირ ონლაინში და
ჩვენთვისაც მოულოდნელია ეს ეფექტი, იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ არის რაღაც მანძილი, რომლის იქით შეიძლება არ იყოს ეფექტი, მაგრამ დღევანდელმა ტექნოლოგიამ მოგცა იმის საშუალება, რომ თუ გაქვს ვიზუალური კონტაქტი, თუ გაქვს აუდიალური კონტაქტი, ეფექტი არის ძალიან კარგი. აქ არის სხვა დამოკიდებულება, აქ არის პიროვნული მოქმედება, ანუ ხელოვანი უნდა იყო ამაში. იცით რა იმ ხმლინაკენ დონეზე ხდება ბატონო კი არა? მე რო უყურებ იქ როგორ მიდის რელაქსი, როგორ ისა მე აი როგორც ქირურგი ისე ნელ-ნელა მივყავს აქ ლაზერით სამუშაო. ეს თითქოს არაფერია რა ლაპარაკობს რაღაცას, მაგრამ იმ ლაპარაკში არის იმხერა რაღაცა და ისეთი ეფექტია, რომ საოცარი. მე შეიძლება ისინი ჩავთო ჩვენ. ვინც არიან კმაყოფილები და იმათმა თავის სიტყვა თქვან. მე ვფიქრობ, ჩვენ შესაძლებელი გვიქნება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემა გავაკეთოთ, მონოლოგი გავაკეთოთ ბატონ გიასთან მიმართვა ტელემაყურებლებისადმი და აი რაღაცა სატესტო გადაცემასავით გავაკეთოთ, იმიტომ რომ აშკარად იგრძნობა ეს თქვენი საოცარი უნარი ამ სტუდიაში, რაღაცა განსაკუთრებული გარემო და ამინდი შექმენით და მე მგონია, რომ აი ესეთი გადაცემა კიდევ ერთი დამხმარე საშუალება იქნება იმ ეგზალტირებული ემოციურად არ ვიცი მე ძალიან ახალი. თავარი რა არის? არ გადავღალოთ მაყურებელი ერთი და იგივე სახეების ყურებით არა, მაგრამ იქიდან რამდენი დარეკავს, რამდენი მოითხოვს, ის იქნება ჩვენი შემფასება. კი ბატონო, აი სწორედ ამიტომ მინდა ვთხოვო აქტიურობა ჩვენ მაყურებელს, ძალიან გთხოვთ გადააზიარეთ გადაცემა, რაც შეიძლება. მე ჯერ მე ასეთი თხოვნით არ მოგმართავთ ხოლმე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და ჩართულობა იყოს მაღალი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ბატონო გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა არა მარტო იმიტომ რომ ჩვენი გუნდის ნაწილი გახდით, არამედ იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი სათანამშრომლო თემა დაძარით ჩვენთვის და ჩვენ მგონია რომ რაღაცა ძალიან დიდის ნაწილი უნდა გავხდეთ. მე ბევრ კლინიკასთან მქონია ურთიერთობა, ძალიან ბევრთან ვეძებდი იმ ადგილს, სადაც მე კომფორტით. ჩემი თორს უმეურე, რა ვერ ნახე შენი ადგილი. რა ვერ ნახე, რა ვერ მოისვენე, ასაკოვანი კაცი ხარ, პენსია გააქვს, ყველაფერი გააქვს, დამშვიდდი, ვერ შვიდდები და ვეძებდი ამას და ეხლა უყურებს რომ მოვედი, ხო რაღაცა მიშვებს თავისუფლად, ანუ იცის გზნობს, რატო სათავედან მოდის ყველაფერი გაიგე, თუ თავში არის ხელმძღვანელი თბილი ადამიანი, იმის გარშემო ყველა ასეა და ეხლა ბატონი ზაქარიას ხო კომპლიმენტები ჩემგან არ აკლია, პაციენტები იმდენი ყავს კომპლიმენტებისგან, მაგრამ მე მიხარია რომ ჩემი შემოსვლით აქ რაღაცა იწყება ახალი ეტაპი იწყება, დავაბრალოთ ჩემ თავს თქვა, თუ უარყოფითი შეიძლება თქვა, დადებითიც შეიძლება მივიღოთ, ხო ფეხბედნიერი ვარ და სულ მეკლე ვიყავი. ანუ ის რაც თქვა, ქონდათ ამათ ნაფიქრარი რამდენიმე წლის წინ, ეხლა სულ მალე დატრიალდება ეს უკეთესი პირობები. ჩემი რა არის, ეხლა მე ვარ ტელევიზიის ძველი მუშაკი, სხვათა შორის გავიხსენებ, ძალიან ადრე იყო გადაცემა საღამო მშვიდობის. მახსოვს. იქ იყო ნანა ჯაფარიძეს მიყავდა ეს გადაცემა. მამუკარეშიძე იყო იქა და მე მქონდა ფსიქოლოგიური შეკითხვები. ანუ კანდიდატები ვინც იყო პოლიტიკოსები, იმის ფსიქოტიპს იმას და უკითხავდი ახლა და მე მეუბნე ეს მართლა ასეთი მაგარიაო, სულ დადებითი ისენი გამქონდა, უარყოფითი პიროვნებაც რო იყო, ხო, მე ისეთ შეკითხვებს ვაძლევდი, რომ ვალამაზებდი. და სულ რომ მეგობრებად დარჩენ, ახლა გვარს არ დავასახელებ, ეს ძალიან საინტერესო ის იყო, ამიტომ ტელევიზიასთან ძალიან ახლოს ვარ შეხუმრებული, ხო, ეს ადამიანია ახლა ის ეკრანი რო ვიყურებს და მართალაც არ თვალი აქვს, მაგრამ ციკლობივით არის და ყველგან იყურება, ხო, შუა გონების თვალით იყურება და ჩვენც მე რა მინდა რომ ჩემი ესე კლინიკა და ტელევიზია ამაზე უკეთესი შერწყმა არ არსებობს. უცხოეთში თქვათ ასეთი გაერთიანება რო იყოს, ხო, ეს იქნება ყველაზე დიდი რეიტინგული და ყველაზე დიდი ეკონომიურად ძლიერი. ასე რომ ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ არ გქონდეს თქვათ სათხოვნელი რაღაცა ვიღაცისთვის, არა ჩვენი შრომით, ჩვენი ურთიერთობით და დამნახავი დაინახავს. კი ბატონო, იმიტომ რომ კომერციალიზაცია ნამდვილად საჭირო ამისთვის, რომ თუნდაც ის სურვილი და ის ოცნებები ავიხტინოთ და ის გეგმები რაც გვაქვს. ბატონი გია არ იქნებოდა რომ ერთი კარგი რამე არ ჩაეტარებინა გადაცემის ბოლოს ჩემთვის,
მინდოდა ლამაზად მეთქვა რომ ასეთი საგანძური გიპოვეთ მეთქი ბატონო გია მეთქი და აქეთ შემოგიბრუნა ეს კომპლიმენტიც არ შემარგო და იქეთ გითხრა უფრო თბილი და სასიამოვნო კომპლიმენტი რომ მე გიპოვეთო თქვენო და შევიფერებ ბატონო გია უღრმესი მადლობა შევიფერებ ბატონო გია ნება დამხტეთ ვიყო ესეთი არათავდაბალი რომ შევიფერო თქვენი კომპლიმენტი ბატონო გია თქვენთან ვიზიტზე მოსახვედრად მე ვიცი რომ ჩვენი მაყურებელი ამ გადაცემის მერე კიდევ უფრო მეტად დაირაზმება მინდა მათ შევახსენო რომ საჭიროა წინასწარი ჩაწერა ტელეფონის ნომრებს შეგახსენეთ 596-30-30 და ვიზიტზე მოსახვედრად რა თქმა უნდა წინასწარ შეგვეხმიანეთ და ერთი თხოვნა მინდა კიდე მაყურებელს უთხრა თხოვო უფრო სწორედ რომ თვითონაც მოგწეროს რა თემებზე უნდათ რომ თქვენთან ვისაუბროთ იმიტომ რომ ბატონი გია სულაქველიძე ყავდეს გადაცემაში ეს დიდი პატივია და მე მინდა რომ ყველა გადაცემა მასთან იყოს ისეთი რომ აი არ ვიცი ყველასთვის მნიშვნელოვანი საინტერესო და თერაპიული რაც თავარია ბატონი გია უღრმესი მადლობა დიდი მადლობა უღრმესი მადლობა რომ არსებობთ და ხართ ჩვენ ველოდები დებატებს აუცილებლად კარგად დაძაბულეთ